ქართველთა დიდი გაერთიანება ახლა ვიმყოფებით წანისის ტყეპარკის შესასვლელში. როგორც გუშინ მოგაწოდეთ ინფორმაცია, აქ უკვე შევიდა გარკვეული ტექნიკა, ტრაქტორის ინჯებს იღებენ და ასევე გუშინ წინ აქ შევიდა კამაზები. ეს არის უთუარი ინფორმაცია. მე პირველივე აი ჩემი სიტყვებით პირველივე რაც მინდა თქვა საყვედური ქართული ხალხის მიმართ. ყველამ კარგად უნდა გაათვითცნობიეროს თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. თუ ჩვენ აი ეს ბრძოლა წავაგეთ აქ არაბებთან და არაბული ქალაქი აშენდა, ვერავინ ამ ქალაქში ხმამაღლა ქართულად ვეღარ ისაუბრებთ. ეს პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპზე აქ აღარავის აღარ გააჩერებენ ქართველობას. ეს არის მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში რომის უკეთ. ამიტომ როდესაც ჩვენ მოგიწოდებთ რომ გამოხვიდეთ და ფეხზე დავდგეთ, ძალა ერთობაშია, ჩვენ ხომ არა ვართ რომელიმე პარტია. დღეს აქ ყველა უნდა ვიყოთ ქართველები. თუ ვისმეზე წენა აქვს, ყველას უნდა ვაპატიოთ ერთმანეთი არაბების, ირანელების თუ სხვა მომდგარი ინდოელების და ასე შემდეგ ტრების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და მაგალითი ვაჩვენოთ იმისა, რომ ჩვენ ღირსები ვართ ამ ქვეყნისა, რომ ვიყოთ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ არა ვართ ღირსები. თუ ჩვენ ბევრნი არ ვიქნებით, ამათ ჩვენ ვერ დავამარცხებთ. თქვენ კარგად უნდა დაფიქრდეთ, რამხელა პროექტთანაა საქმე აქ. ის 6,3 რომ დაიწერა მილიარდი, მარტო ეგ არ არის მეგობრებო. აქ კიდევ მთელი გაგრძელება მოყვება აქ საუნივერსიტეტო ქალაქი რუსთავში და იქიდანაც სულ გაიყვანებენ, აყრიან ჩვენ ხალხს იქ იალღუძე და იმებზე რო დავებიან. კიდევ ერთი იმდელი დაემატება, ჩაყლაპავს საქართველოს. რა გავაკეთოთ ჩვენ, მოგიწოდეთ, ჩვენ არა გვაქვს დიდი მასმედიები, ხო? რაც შესაძლებელია, საკმაოდ დიდი ნაკვები აქვს ჩვენს მოწოდებებს, ხო, ინტერნეტით. როგორ შეიძლება, როდესაც 9 მილიონამდე ნახვა აქვს და თავს იკავებთ ხალხო, სადახართ ეს ხალხი რა ვქნა. როგორ შეიძლება, აი რა დასკვნა გავაკეთოთ, რანაირად გამოვაკვირდოთ, ქართველიერი მითხარით, რანაირად. აღარავინ აღარ გაცხოვრებთ ამ ქვეყანაში, სულ მალე იცოდეთ. ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, მანქანების კოლონებზეც თქვით, რაღაცა ნაწილი ჩაწერილია, მაგრამ 10-ჯერ მეტი უნდა იყოს, 10-ჯერ მეტი. ნუ თუ ასე გაწყდა საქართველოში პატრიოტები, მამულიშვილები. მე არ ვიცი, ეს ტყეპარკი იმდენად მნიშვნელოვანია, მეცნიერები იმ დასკვნაზეც მიდიან, რომ ერთ დროს დიდ გამყინვარებასაც კი გაუძლო. სწორედ აი ამაზეა ლაპარაკი აქ თბილისის აღმოჩენაზე, რომ აი აქ ხოხბების ბინადრობენ, ბოლოსაც ბინადრობდნენ აქ, მაგრამ მაშინდელზე გორგასლის დროსაც კი სწორედ აი ამ ტყეპარკთანაა დაკავშირებული იმ ხოხბის აღმოჩენაზე თბილისში. ამხელა უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს ამ ტყეპარკს და პლუს ამას ეს არის ფილტვები მთელი ქალაქ რუსთავისა და ფონიჭალის და აქეთ ამხარეს თბილისის. ეს ეკოლოგიურად თლიანად მოსპობს თქვენ აქ რაც მოხდება. ამიტომ მეგობრებო, ეხლა მე სიტყვას გადავცემ ჩვენს პატრიოტულ წარმომადგენლებს და მე რაც დასამატებელი იქნება ვიტყვით. ჩვენ აქ ეხლა მე სიტყვა მინდა გადავცე ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ დამფუძნებელს, ანალიტიკოს პროფესორს ბატონ დემურ გიორხელიძეს. მოგესალმებით. დღეს საინფორმაციო შეხვედრა არის და ჩვენ ამას ერთადერთ მიზანს ვუდებდით თავიდანვე. ხელისუფლებამ კარგად იცოდეს ყოველდღიური 24 საათიანი დაკვირვება იმაზე, რომ პროცესი
არ დაიწყოს, თორე აქ რომ ტექნიკა გაიშლება, აქ რომ ბუზარმაზარი მშენებლობები წავა და ასე შემდეგ, მე გაცილებით რთული და ძალიან ძიმე სიტუაცია იქნება. ამიტომ ყველას გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდეთ ამას. ჩვენ თქვენგან არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ იმის არ დაშვებას და ეს ხალხის ნების გარეშე არ გაკეთდება, საღი ადამიანების ნების გარეშე, რასაც ქვია ამ დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე, იმის ფონზე, რომ ქართველები ფაქტიურად 100,000-ობით არის გასული უკანასკნელ წლებში, ჩვენ არ აღმოჩნდეთ კატასტროფის წინაშე, ამიტომ ყველას მოგიწოდებ. დღეს ნუ მოხდით, არ მოხვედით, არ არის პრობლემა. პრობლემა ის იქნება, როდესაც განსაკუთრებულ მომენტში თქვენ არ დადგებით იმ საქმის გვერდით, რომელსაც ქვია საქართველოს მომავალი, ქართველი ხალხის დანარჩუნება ამ ქვეყანაში. საქმე ძალიან მარტივადაა. თუ მიაქციეთ ყურადღება სახელმწიფო ტელევიზიებმა, ამ არანაკლებმა კანალიზაციის ტელევიზიებმა, ვიდრე ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ოპოზიციური ტელევიზია, შემოაგდეს შეგნებულად ტერმინი არაბიზაციისა და ასე შემდეგ. ჩვენ არასდროს ვახსენებთ ამას, იმიტომ რომ ამ არაბული ქალაქების მშენებლობის უკან დგას გაცილებით საშიში მოვლენა, შენიღბული ამ არაბიზაციით ეგრეთ წოდებული ირიღბება გაცილებით უფრო დიდი და საშიში პროცესი, მაგრამ ამის არ დაშვება თავისთავად იმ პროცესის ჩაკეტებას და შეჩერებასაც ნიშნავს, თუმცა მცდელობები ამით არ შეჩერდება. ამიტომ ყურადღებით ვიყოთ, მოусმინოთ ერთმანეთს. მით უმეტეს, როდესაც ხალხი უანგაროდ მოდის აქ და მზად არის თავი დადოს იმისთვის, რომ ეს უბედურება საქართველოს აიცილოს. კიდე გეუბნებით, ეს იქნება უბედურება. არავითარი ეკონომიკური და ფინანსური პროექტი ეს არ არის. ვერ მოიძებნება ხელისუფლებასთან ასოცირებული რომელიმე სპეციალისტი, თორე ამ მთავრობასთან საუბარს აზრი არ აქვს. ერთი პროფანების ჯგუფია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არც ერთ საქმეზე, რომელზეც ხელი უკიდიათ. ვინმე თუ მოიძებნება, ვერავინ ვერ დაასაბუთებს იმას, მე მზად ვარ ყველას ვესაუბრო, რომ ეს არის ფინანსურად, ან ფინანსური მიზნები გქონდეს, ან ეკონომიკური მიზნები გქონდეს. რა კი ასეთი საშიში სიტუაცია ჩვენ ვაცხადებთ. დღეს მხოლოდ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გუშინ და გუშინწინ მოძრაობა დაიწყო, ეს არის გამაფრთხილებელი. ნუ ფიქრობთ თქვენ, რომ ეს შემთხვევით მოწყობილი რაღაც ღონისძიებაა და ჩვენ ამით ესე იგი რაღაც უხიფათო რამე თქვენ არ იქნება უხიფათო თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ ან შეისმენთ ამას, ან და უბედურებაში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ საკმარისია აქ პროტესტებზე იქნება ძალიან აგრესიული, ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ მშენებლობა დაიწყოს, საკმარისია ერთ ადამიანს რბილად რო თქვა, თმისღერი ჩამოუვარდეს. თავიდან თქვენ ნახავთ რა საშინელების წინაშე აღმოჩნდებით. ამიტომ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ. თხოვთ, ეს არ არის სახუმარო საქმე, ეს არ არის საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ეს არ არის ხალხში პოპულარობის მოპოვებისთვის რაღაც პოლიტიკური ნაბიჯები. ეს არის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ, რომლის გარეშე ჩვენ არ ვივარგებთ. არ ვივარგებთ როგორც ადამიანები, რადგან ჩვენმა ორმა სამმა თაობამ, ქვედუნარიანმა, ვისაც რაიმე მოეკითხება, ვერ შეძლოს საფრთხის თავიდან აცილება და ფაქტობრივად დაკარგა ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა დაკარგვის წინაშეა. მთელი ის ბლეფი, რასაც ეგრეთ წოდებული უკანონო და არალეგიტიმური ხელისუფლება საუბრობს და ფაქტობრივად ტყუილშია ყველაფერი გახეული, საკუთარი თავის შენარჩუნების გარდა არაფერი არ არის. უზარმაზარი პრობლემა თავისთავად, იმიტომ არალეგიტიმური ხალხია, თუ გარედან არ ცნეს
დაღუპულები არიან, ამიტომ საკუთარი თავის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელი არიან და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ სიტუაციას. ამიტომ თავი რო არ შეგაჭრინოთ, კარგად გაგვიგეთ რა გვინდა, კარგად გაგვიგეთ თუ რისთვის შევიკრიბეთ დღეს და ვიყოთ ორგანიზებული და მობილიზებული, ერთმანეთთან კავშირი ყოველთვის შეგვიძლია, ყოველგვარი ესეთი საჯარო გამოსვლების გარეშე ვიყოთ კავშირზე, ვიყოთ მაგრად, რომ ყველა ვარიანტში წინ აღუდგებით ამას, რა ფორმით იქნება, არ იქნება ეს რბილი ფორმები და ამ პროექტის რეალიზაციას არ დაუშვებთ. დიდი მადლობა, ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ საქმეში. სიტყვას გადავცემთ ქართველთა დიდი გაერთიანების კიდევ ერთ დამფუძნებელს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, პუბლიცისტს ბატონ გიგლა გობეჩის. მოგესალმებით, ჩემო ქართველებო, ჩემო ძვირფასებო, ვინც აკრძანდებით და იმათაც, ვინც ახლა ნებივრობს და შორიდან გვეყურებს. კარგია რომ გვეყურებენ შორიდან, გვაყურადებენ. თავარი აქ სხვა რამეა სათქმელი. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს რა ვერაგული განზრახვა აქვს ხელისუფლებას კრწანისის ტყეპარკის და იქ გონიოში ასევე დიდი რაოდენობით მიწის გაყიდვის გამო. ჩანაფიქრი არის ძალიან ვერაგული. პრაქტიკულად დაახლოებით 1000-ლოვანი ისტორია შეიძლება შემოტრიალდეს უკან და შემოგვიტრიალდეს ძალიან ცუდად. აი ეს არის საფრთხე. საფრთხე რომ არ იყოს და ეს რომ კარგი იყოს Eagle Hills-ის ამ არაბული კომპანიის შემოსვლა საქართველოში, მაშინ ევროპის მთელი რიგი ქვეყნები, აზიის რიგი ქვეყნები წინააღმდეგი კი არ იქნებოდნენ ამ აფერისტი კომპანიის. თქვენ იცით რა პროცესები მიმდინარეობს ალბანეთში. მართალია ქართული მედია, სულ გაყიდული ქართული მედია ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ამას საერთოდ არ აშუქებს, იმიტომ რომ მათ ეთყობა ფეხებზე გიდიათ ყველაფერი, ყველა ის პროცესი, რომელიც აქ შეიძლება განვითარდეს, თუ ეს პროექტი გავა. ალბანეთი უკვე თვეზე მეტია თითქმის დუხს და ძალიან მძიმე სიტუაცია იქ ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ალბანელები გამოფხიზლდნენ, უფრო ადრე გამოფხიზლდნენ ბელგრადელები და კუდით გვაასრულეს Eagle Hills. ჩვენ რა გვემართება მაინტერესებს. რატო ვართ შინ? მაინც და მაინც ურემი რო გადაბრუნდება, მერე უნდა მივხვდეთ რაც ხდება. ცოტა თვალი გავახილოთ, ხალხო 21 საუკუნეა. ეზოში რო იტყვიან, 21 საუკუნე გვიდგას. და შევხედოთ რა ხდება ესპანეთში. აი სადაც დაჭირდათ იქ ზუსტად არაბი მიგრანტები შეუსიეს ქვეყანას და ძალიან მძიმე სიტუაცია. აქ სწორად აღნიშნეს ჩემმა მეგობრებმა, გამომსვლელებმა, უფრო ადრე ძალიან ხშირად ვიმეორებ ჩვენ ამას, რომ ეს არის ის ტომი, რომლის შემოშვება აქ არაფერთა შემთხვევაში არ შეიძლება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ისინი დღესაც ისტორიული გადასახედიდან უყურებენ და საქართველოს თბილისს მიიჩნევენ ჩრდილოეთის სახალიფატოდ და პირდაპირ აცხადებენ თბილისს, ისინი ეძახიან ფაითაღარანს. დღემდე ვერ ამოიგდეს ეს ისტორიული მეხსიერებიდან, ვინც იყვნენ რა დღეშიც ჩაგვაგდეს აქ თავის დროზე და როგორ 386 წელი რო ბოგინობდნენ ზუსტად აქ. იგივეს დაბრუნება უნდათ. ეხლა თუ ეს ერთი მუჭა ქართველობა გამოვალთ აქ მხოლოდ, ჩვენ რაფერს ვერ გავხდებით, პირდაპირ უნდა ვთქვათ და ვიყოთ გულახდილები. ამიტომ მინდა ძალიან მორჩილად გთხოვოთ. ოთხოვნის უფლება ჩვენ არ გვაქვს. თუ ასე ფეხებზე დაიგიდებთ ყველაფერს, შედეგიც მალე დადგება. მალე გამოგხვა. თუ არ გამოვალთ, მოხდება ეს ყველაფერი და ხედავთ როგორ მეთოდურად და თანდათან ხდება ჩვენს თვალწინ. ქართველთა დიდ გაერთიანებას მეტი არაფერი არ შეუძლია. შეუძლია ის, რომ ქართული ხალხი საღი ქართველები გამოაფხიზლოს, მოიხმოს თავისთან. დიდ გაერთიანებაში კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური გაერთიანება, ჩვენ გვტკივა ის თემები, რომელიც გამოც ძალიან ხშირად განგაში ზარს შემოუკრავთ ხოლმე. გამოფხიზლით ჩემო ძვირფასებო, მომბრძანდით, დაგვიდებით. აქ ახლა პარტიული რაღაცა სხვადასხვა მიმდინარეობების ქიშფის დრო ნამდვილად არა ვარ, ჩვენ მივალთ ყველასთან აბსოლუტურად, მზათა ვართ. აქ ერთადგომაა საჭირო, ალბანური მოდელია საჭირო, ბელგრადული მოდელია საჭირო და კიდევ ერთხელ გააცნობიერეთ, რომ
ქვეყნები უამრავი ქვეყანაა ეგერ იგივე ალბანეთში 2100 მეტი თუ 3000 ნუ ზუსტად აღარ მახსოვს ახლა 2100 არის ერთგან და 3000 მეორეგან საქმე აღძრული სასარჩელო განცხადებებია შეტანილი სასამართლოს და სასამართლო ძიება მიმდინარეობს ინდოეთში და ალბანეთში ბელგრადის ამბავი გითხარით აი მე უბრალოდ რა მეკვირს ხო აი ამ პროცესების ფონზე მართალია მედია არ აშუქებს მაგრამ ხელისუფლების ანალიტიკური სამსახური ხო ხედავს ყველაფერს სად გაყოვეს თავი პირიქით ისინი უნდა მოუწოდენ ხალხს და გამოდიოდეს ხალხი აქ რომ როგორმე ჩაიშალოს ეს ისა და ისე არ მოხდეს როგორც მერე ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მოხდა მთელი პროექტი ღირდა 800 მილიონი და თუ 400 მილიონი და ორი მაგდენი იმის ნახევარი ესე იგი 800 მილიონი ღირდა და 400 მილიონის ჯარიმა აქვს მართლა სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახდელი აი ამ ასეთი უაზრო პროექტების მიმღებებმა პასუხი როგორ არ უნდა აგონ აი საკუთარი ჯიბიდან გვიღებენ ამ ფულს ნუ ნამახვანი შემთხვევა გასაგებია მაგრამ აქ არანაკლებ უარესი რაღაცაა მოსალოდნელი ტოტალურად უარესი დაგვიჯერეთ თუ გეუბნებით ამას გთხოვთ გაერაზმეთ ადგილებზე შეგიძლიათ ეს პროტესტები გამოხატოთ და საერთოდაც დავაკეთოთ ისე რომ დავავიწყოთ ხელისუფლებას ქართული მიწების გაყიდვის აი ეს ღორული მოთხოვნა რა ეს მადა უნდა დაუკარგოთ მათ აუცილებლად წინამდებ შემთხვევაში მოგველის ის რაც იმ ცნობილი კინოფილმიდან მოუვიდა ვარლამ არავიძეს ნუ გავხვდებით მორიგი ვარლამ არავიძე ბესაა ჩემი თხოვნა და მოწოდება მადლობთ მეგობრებო აქ ახლა ბატონმა გიგლა მახსენა ტელევიზიები მე მინდა ითხრათ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ელექტრონული პოსტით გაუგზავნეთ მოწვევა და ისევ არის სრული იგნორი. სხვა ახლა კერძო ტელევიზიებს ჩვენ ვერავის ვერ უბრძანეთ, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელი, რომელიც საზოგადოების ხალხის ფულით ფინანსდება, ვალდებულია და უნდა იყოს აქ, უნდა აშუქებდეს. მაგრამ როდესაც ვერ ხედავს ხალხის დიდ მასას, არ ეშინიათ და გასდით. 3 ათეული წლის მანძილზე აი შეხედეთ ისე მიზანმიმართულად გააკეთა აი ამ დამნაშავე საოკუპაციო რეჟიმმა რომელიც 92 წლის შემდეგ თარეშობს საქართველოში ყველა ინსტიტუტი მოიქცია ხელში არც ერთი კანონი არ კანონობს არავინ პასუხს არ გცემს ყველა არგვევს კანონს რა სადაც გინდა შეიტანე განცხადება სადაც გინდა შეიტანე მიმართვა არავინ არ პასუხობს როდესაც თანაც ვალდებულნი არიან რომ ორი კვირის ვადაა თუ ერთი თვის ვადა უნდა გიპასუხონ არ გპასუხობენ კომიკური იყო როდესაც აქციას ვაკეთებდით 24 ივნისს რუსთაველზე და მსვლელობა გვინდოდა გავგეკეთებინა და ორი კვირით ადრე შეტანილი 24-ში რომ უნდა მიგვეღო პასუხი ესე იგი სამჯერ მიგვიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცდილი იურისტი ყავდა მაინც დაგვიხარვეზეს დამთავრება არ წერია არა და ეწერა 20 საათი და 30 წუთი და სასაცილო და სატირალია უბრალოდ ის არის რომ 24-ში რომ აქცია უნდა ყოფილიყო პროსტა მირეკავს 27-ში პასუხი მოგივიდათო 24-ში აქცია უნდა ყოფილიყო 27-ში მოგვივიდა პოსტით პასუხი ეს არის დაცინვა არა მხოლოდ ჩვენ ეს კანონისადმი დაცინვა ესენი არ ვიცი ესე არა აბსოლუტურად უკანონო ხელისუფლება ესენი არიან სწორედ იმ თოფით მოსული პუჩისტების სამართალ მემკვიდრეები და სანამ ესენი არ დასრულდებიან ქართველი ერის გენოციდი გაგრძელდება უკანასკნელ ქართველამდე საქართველოში აი ეს იქნება და ეს იწყება ზუსტად აი აქ ამ ტყე პარკიდან აი ეს ზაკრული ის და სიცხილი კიდევ არა მარტო თბილისელებს სიცხილი რუსთაველებს რომ რუსთაველებს მალე აღარ გაგაჩერებენ რუსთავში იმხელა პროექტებია იქ დაგეგმილი და აქ არის რუსთავიდან ხალხი პატივცემული
მაგრამ ძალიან ცოტანი და ვენაცვალე იმ ხალხს, ვინც აგერაკ რამდენიმე ხეიბარიც მოვიდა, ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი ხეიბარი ამ შიშორიდან როგორ მოვიდა და სირცხვილი იმ ახალგაზრდა პატრიოტებს ჩვენ 90 წელს 91-ში 99-ში საქართველოს ელვარებდა, გუგუნებდა. პატრიოტებით იყო გადაჭედილი მთელი ქვეყანა. შინდისფრად ელვარებდა მთელი საქართველოს. სად ახართ ეხლა, სად? ვინ გაგზარდათ? აი, ვინ გაზარდა? ამ დამყიდველმა რეჟიმმა სათავისოდ გამოულაკეს ტვიდი. კიდევ კარგი რომ არსებობს რაღაცა ნაწილი ახალგაზრდების, რომლებიც მართლა ძალიან კარგია და ძალიან იჭიერი, მაგრამ სწორედ ასეთი ახალგაზრდები ბლოკებიან და გზას უხსნიან იმ გარყვნილ ახალგაზრდობას, ტელევიზიებით მათ აშუქებენ, რომ აი ისინი ტივტივებდნენ და მაღლა და საზოგადოება ამას უყურებდეს. მომავალი ბავშვებიც ამას უყურებდეს, რომ აზრი ვერ გამოიტანოს. არა, ჩვენ დადებული გვაქვს აი ამ ქართველთა დიდი გაერთიანების შექმნიდან ფიცი, სანამ ჩვენ აი ამ სატანისტებს, ამ გამყიდველ ხელისუფლებას, მოღალატე ხელისუფლებას, რომელიც იარაღით არის დამკვიდრებული ძალით საქართველოში, სანამ ამათ არ მოვიშორებთ, უკანასკნელი ქართველთა დიდი გაერთიანების წევრი შეეწირება და არ დათმობს არაფერს. აი აქ ჩავიხოცებით და არ მოგცეთ იმ ამის უფლებას. მე მინდა ეხლა ერთსაც ვიტყვი და ერთ რუსთაველ პიროვნებას მინდა გადავწის. წეგამ წერდნენ მესიჯად იმაში, მესენჯერში, რომ დავით ლაივი იქნებაო, პირდაპირ ეთერი იქნებაო, რომ უყურო თუ აქციას ხო? არ ვიცი, მეგობრებო, ეს არის სამარცხვინოა ეს. უყურეთ ლაივი და ჩვენ აქ 100 კაცი მოულით მერე ამას, ხო? ამაზე უნდა დაფიქრდეთ ხალხო. თქვენ გონიათ არ გიყურებთ, გიყურებთ ეს დამნაშავე რეჟიმი, გიყურებთ და გაკვირდებათ, რომ არ გინდა წინააღმდეგობა გაუწიოთ და იცი რა კარგად გააკეთებენ ყველაფერს და ძალიან გვიან იქნება მე. ზურაბით აქ არის რუსთავიდან ქართველთა დიდი გაერთიანების სათათბიროს წევრი, ჩვენი ეროვნული წარსულის მქონე ისეული ადამიანი ბატონი ზურაბ მანჩხაშვილი. მოგესალმებით მეგობრებო. 35 წელიწადია მოდიან ხელისუფლებები და პირდებიან ქართველ ხალხს. მეგიშველი ბიძია, ეხლა მერე მეორე მოვა. ეს ყველა ხელისუფლებები არიან უკანონოები. მე პირადად გამოცდილი, თუ რა ძნელი საქმე იყო ის, როდესაც პეტიციებით ხელში დავდიოდით კარ დავდიოდით სახლებში, ქუჩებში ვეძებდით ადამიანებს და მოგვიწერეთ ხელი, რომ შევარდნაძის გადაყენება აუცილებელი. ხალხი რას ამბობდნენ ხალხი? ამისთანა დიდი პოლიტიკოსი მოდის და ეხლა ამბობ, თუ მაგასა გადავაყენო, თუ მოვიდა. აი რის იმედი გქონდა. ვინც რა დაპირდა ქართულ ხალხს, რამე შესრულდა? ერთი რამე შესრულდა, მითხარით. თუ რამე შესრულდა, რას გავს ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ახლა დღეს აქ ვაკეთებთ? ქართველ კაცს დღეს უნდა კონდეს სხვა საქმე, დაკავებული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის განათლებით, ძიმე მრეწველობით, სუბუქი მრეწველობით და ყველანაირად უნდა იყოს დაკავებული. ჩვენ აქ მოვდივართ, ბევრი არა ვართ, მაგრამ რაცა ვართ, მოვდივართ იმის გულისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი გწანისის მიწა უცხოელებისაგან, მეგობრებო, ისეთები, რომლებიც აქედან გახსოვთ თქვენ 4 საუკუნე იყვნენ ეგენი აქ, ძლივს მოესწრო საქართველოს მათ განდევნას და ახლა რომ შემოდიან ისევე ჩვენი დიდებული ხელისუფლების მეშვეობით, აი მას რამდენი საუკუნე ეყოფა. სულ მუდმივად დარჩებიან, მე მინდა პირდაპირ გითხრათ, დარჩებიან, სამაგრეო ჩვენ აღარ ვიქნებით. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ
1991-92 წლების მოვლენები ჩემში ეს არის ჩაბეჭდილი, რა ვქნა ვერ ამოუშლი. მოვლენები ეს იყო დამღუპელი ქართველი ხალხისა. კანონიერი პრეზიდენტი კონსტიტუციური სახელმწიფო დაამხეს და რა შეგვჭა ხელში? არალეგიტიმური ხელისუფლებები მოდიან, პირდებიან, ამას აკეთებენ, ვითომ იმას აკეთებენ, სინამდვილეში თვითონ დიდრდებიან და ქართველი ხალხი კი შიმშილით იხოცება. ახლა იმას დაემატა ისიც რომ აგერ გვედავებიან ამ მიწებზე ღმერთმა არ აქნას, მაგრამ რუსთაველებო, ეს საშინელება რაც აქ გაჟღერდა, რა თქვენ გონიათ რომ არ იქნება ეს ასე არ შესრულდება? შესრულდება, თანაც ისე რომ გასაქცევი გზა არ გვექნება არავის. როცა თქვენ დაიჯერებთ, ისე როგორც 91-92 წლების მოვლენება მოიტანა დღევანდელამდე ეს მდგომარეობა და ხალხი დღეს რომ ხედავს და დაიჯერეს, ეს არაშველი საქმეს რომ დაიჯერეს და დარწმუნდნენ რომ მართალი ყოფილა მაშინდელი პრეზიდენტი, ხელისუფლება ეროვნული და რა ვქნათ ახლა შეგვეშალა. რამდენმა მითხრა შეგვეშალა ბატონო, რო შეგეშალა მე რომ არ მეშლება, ახლაც რომ არ მეშლება და გეუბნები მოდი აქ დადექი და ერთად ვიომოთ ქართული მიწის დაცვის საკითხზე. ახლა რატომ არ მოდიხართ? რა გიშლით ხელს და მაინც რომ აგაციოკებენ და სახლებიდან გამოგყრიან, მერე უნდა მოხვიდეთ, მერე მოსასვლელი აღარაფერი აღარ იქნება. დამთავრდა და დათავდება. რაც შეეხება თუ აქ ერთი ფუნდამენტი ამოიღეს, თუ აქ ერთი საძირკველი ჩაისხა, დამთავრდა ჩვენი საქმე. დღე და ღამე უნდა ვიყოთ აქ მორიგეობდეთ უნდა. ისე უნდა წარიმართოს. დღე და ღამე მთელი დღე-ღამის განმავლობაში, რომ არც ერთი რაღაცა ხინჯი არ გამოგვეპაროს. თორე დანარჩენი ჩვენ კარგად მოგესწრება რაც იქნება. მადლობთ ყურადღებისათვის. ეხლა მე მაქვს ბედნიერება რომ ქუთაისში დავიბადე და ქუთაისში გავიზარდე. უბრალოდ ბოლო 26 წელია აქ ვარ და ეს არაფერს არ ცulis. მე მინდა ეხლა მთავრობის ყველა წევრს ვიმართო. რომ შემოიყვანეთ. ისინი ევროპაში რომ ნავებით შედიან და შეფრთხევითი ხალხი, ესე იგი გუბედურებით, არა, ყველა არის მიზნობრივად შემოყვანილი. ეხლა ერთ თემას წამოვწევ მე. ეს არაბი ახალგაზრდები, რომლებსაც არც სიმაღლე აკლიათ, არც კონფიგურაცია სხეულისა და ასე შემდეგ. თუ იცით თბილისში ნარკოტიკების გასაღების რაც სქემა არსებობს, მე გეუბნებით, იმიტომ რომ მე არ მქონია სასათბურე ცხოვრება ბავშვობაში და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს მაქვს ნანახი თუ რა ვბეთ. თუ იცით თქვენ რომ როგორია მანქანებიდან გაყიდვის სქემა, სამკაციანი ჯგუფები მანქანაში, გეუბნებით, ჩემი დაკვირვებიდან გეუბნებით და თქვენ ხელისუფლება ვერაფერს დააკვირდით. სათვალთვალო კამერები სულ ფეხებზე ყიდიან, მის ფებით ყიდიან პირდაპირ. იცით მასშტაბები რეალური როგორია? მართალია მარტო არაბები არ ყიდიან, სხვებიც გვარიანად ყიდიან. რით არის გადაქცეული, რად არის გადაქცეული ეს ქვეყანა, ეს ქალაქი კერძოდ? ქართული ღირსების შეურაცხყოფელი ბორდელები, რაც მიაღწიეთ თბილისი აქციეთ არაბული ქვეყნებისა და აფრიკის ქვეყნების სექს ტურიზმის ცენტრად, ნარკოტიკების ცენტრად, აქციეთ კაზინოების ცენტრად, სადაც ცალკე უბედურებები ხდება. სახელმწიფოში ააგეთ და თქვენ გინდა თქვათ რომ ესე იგი სადღაც მიდიხართ არა პროგრესისკენ და ქართველი ხალხის მომავალზე ფიქრობ. ამიტომ მიწების გაყიდვა და ეს უბედურება პროექტებისა ერთი უბედურება, მეორე უბედურება არის შიგნიდან გამოძაბუნება
და დაცემა იმ ახალგაზრდებისას, რომელთა რაოდენობა ნარკოტიკებს დაქვემდებარებული 200,000-ზე მეტია ოფიციალურად რეგისტრირებული, თორე რეალური მასშტაბები გაცილებით სხვა არის. ამიტომ თქვენს კისერზეა და ამას აუცილებლად გაგახსენებთ. ჩვენ რომ თქვენ შემოიყვანეთ ხალხი და მიეცით მთელი ქალაქი იმისთვის, რომ მათ ნარკოტიკები ასაღონ და შეასრულონ ის დამანგრეველი მისია, რა მისიაც თქვენ დააკისრეთ მათ ქართული ხალხის წინააღმდეგ. ეხლა მე მინდა აქციის მონაწილეებს გადავცე სიტყვა ქალბატონი დარეჯან ჩხაიძე. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონო, ახლოს ხო? მოგესალმებით. მე მოვდივარ 78 წლიდან. მე ვარ ერთ-ერთი მონაწილე ენასთან დაკავშირებით გამოსვლები რომ იყო მაშინ. მაშინ გავხდით სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იმ დღიდან მოყოლებული ჩემო ძვირფასებო ერთ თვეში უკვე 70 წლის ვხდები, სადაც რამე ეროვნული ყოფილა, სადაც დაწყებულა სიტყვა სამშობლო, დამთავრებული არ ყოფილა და იქ ყოფილვარ მე. მე ვარ ჩემი უფროსი დის გაზრდილი, რომელმაც ალბათ მეც მქონდა ეს თვისებები, რაც გამაჩნია, მაგრამ უფრო გამიღრმავა ეს ყველაფერი მანმე. და მე ვიტყვი თავისუფლად, რომ მე ყავდა მხოლოდ ერთი პრეზიდენტი და მეყოლება ბოლომდე ეს გახდათ ბატონი ზვიად დამსახურდია. მე მის ყალდაკვალ დავდიოდი წლების განმავლობაში ეროვნულ მოძრაობაში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე მას მოვესწარი და მე მინდა გითხრათ, რომ მე სხვა შეხვედრაზე როცა მოვიდან დროშას, რომელმაც მთელი ეროვნული მოძრაობა გამოიარა, რომელიც არის დაფლეთილი, დაჩლეჩილი წვიმისგან, ქარისგან და მე ჩემში ვხვეობდები, რომ ეს დროშა არის ჩემი განძი. თუ შენ მას ვერ მოუვლი, როცა გარდავიცვლები, როგორც სუდარა, ისე დამაფარე გულზე მეთქი. და მე ძალიან მიკვირს ეს, რომ აქ არ არიან ახალგაზრდები. მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი დედა, რომელსაც მყავს ერთი შვილი და რომელიც ალბათ არ არის ისეთი ჩემი გაზრდილი რომ უნდა იყოს. ისიც უნდა იყოსა, მაგრამ მე ერთი ქართველი ქალი მზად ვარ ჩემი სამშობლოსთვის, რაც იქნება საჭირო. დავდე თუნდაც ღმერთმა დაიფაროს, პირველი ტყვია იყო საჭირო და მოვხდეს იგი მე. დიდი მადლობა. ეხლა სიტყვას გადავცეთ ქალბატონს მაია ჯიქიას ხელოვნების მუშაკს. გამარჯობათ ქართველებო. ყველა თქვენგან გთხოვთ, რომ მოხვიდეთ ამ შეხვედრებზე. მარტო შეხვედრები კი არა, უფრო აქტიური მოქმედებებია საჭირო, პარტიზანული მოქმედებებია საჭირო. აგერ ბატონ დემურმა თქვა, როგორი 24 საათიანი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ არ შემოვიდეს აქ უცხოთესლი. მე ძალიან ბევრ დავდივარ და ძალიან ბევრს ხვდები ქართველს თუ არა ქართველს და ყველა არც ერთი ადამიანი, ვისაც დაველაპარაკე, არც ერთი არ არის მოხარული იმისით, რომ აქ არაბული ქალაქი გაშენდეს. არც ერთი ქართული მოქალაქე, ქართველი მოქალაქე არ არის იმისი მომხრე, რომ აქ არაბული ქალაქები გაშენდეს. აქ საქართველოა, აქ ქართული ქალაქები უნდა გაშენდეს. ვინც შემოვა სხვა ეროვნების ადამიანი, ისიც ჩვენი თანამდგომია. ისიც ჩვენთან ერთად ფიქრობს იმას, რომ აქ არ უნდა აშენდეს არაბული ქალაქები. აქ ყველა ქართული ქალაქი უნდა აშენდეს. ყველა სხვა ეროვნების ქართული სულის უნდა გახდეს. არა იმიტომ, რომ მათ წავართვა თავიანთი ეროვნული წარმოშობა. პირიქით, ისინი თავიანთი ეროვნული შემოდიან ჩვენში და უფრო მეც მრავალფეროვნებას ანიჭებენ ჩვენს ყოფიერებას, ყოველდღიურობას, მაგრამ არაბული ქალაქების მშენებლობა არა და არასოდეს არ იქნება მიღებული. არც ერთი ქართველისთვის, არც ერთი არაქართველისთვის, მხოლოდ იმიტომ, არა რომ ისინი მარტო ჩვენი მტრები არიან, ისინი ყველას მტრები არიან. ხალხო, მსოფლიოში არიან, ისინი ყველას მტრები არიან. მათ თავიანთი განსაკუთრებული თვისებები აქვთ, თავიანთი ჩუმი მოქმედებებით.
თავიანთი თაღლითური ქცევებით ქრისტეს მტრები არიან, ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებენ. გარყვნილი მოდგმაა ესა მსოფლიოში და ქართველი ერი იმიტომ დაუკავშირდა თავისი არსებობა ღვთისმშობელს და თავისი არსებობა უფალ ჩვენსას იესო ქრისტეს, რომ ასეთი ხალხისგან თავი დაიცვას. უამრავჯერ დაგვიცვა ჩვენ ღვთისმშობელმა და რწმენამ, მართლმადიდებლურმა რწმენამ და არასოდეს არ მიგვატოვებს ღმერთი თუ ერთად ვიქნებით. სამნი სადაც შეიკრიბებით, მეც თქვენთან ვარ, ამბობს ჩვენი ღმერთი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მე დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს არ მიგვატოვებს. თუნდაც სამი ადამიანი მოვიდეს აქ და თქვას, რომ არ გვინდა არაბული ქალაქები, ღმერთი ჩვენთან დგას და ყოველთვის დაგვიფარებს და დაგვიცვავს. 35 წელიწადია მე ვუყურებ ქართული ხელოვნების მუშაკების მუშაობას, ქართულ სამინისტროებს, კულტურის სამინისტროებს, რა საშინელებები ხდება ხალხო? რა არის ქართული იქ? არაფერი ქართული არ არის. წავიდა რუხაძე, მოვიდა კიკნაძე, წავიდა წულუკიანი, მოვიდა სხვა და ფულის ჭამა. მარტო ფულს ჭამენ. სოფელ დადის ადამიანი. თალიაშვილმა როგორ მოიტანა ქართული კულტურა? სოფელ დადიოდა. ჯავახიშვილმა როგორ დაწერა თავისი ნაწარმოებები? ქართული სოფელი არ გვინდა. თბილისელები ვართ. მარტო თბილისელობა არაფერს არ გვიზამს. უნდა გამთლიანდეს სოფელი და ქალაქი. სოფელი და ქალაქი ერთად მდგომი მახსოვს მე ყოველთვის. არავინ არ უარყოფდა სოფელს და პირიქით ქალაქს არ დასჭიროდა. ერთად უნდა იყოს ქართული სოფლები და ქართული ქალაქები. აი აქ არის დასახლება, აზერების დასახლება, ისინი ჩვენი ხალხია. ჩვენთან არიან, ჩვენს გვერდით დგანან. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი ისე ფიქრობს, როგორც მე ვლაპარაკობ დღეს. აქ ქართული ქალაქები უნდა გაშენდეს. აქ ქართველი ხალხი უნდა იყოს და საერთოდ ეს როგორ შეიძლება ამ მიწაზე მიწის ამოთხრა? არ ვიცით აღა მაჰმად-ხანის ამ თაღლითური მოქმედებებით რამდენი ადამიანი გაწყდა ამ ტერიტორიაზე. თითოეული მიწა ქართველთა სისხლით არის გაჟღენთილი. როგორ შეიძლება აქ მოვიდე და მიწას დაატყა ბარი ან რაღაცა მანქანით შემოხვიდე? ფეხშიშველი უნდა დადიოდე აქ და ფეხშიშველი უნდა ლოცულობდე, რომ მაგათი სახელი იყოს საქართველოს ზეციდან, რომ ქართულთა გაერთიანება მოხდეს და ქართულთა გამძლიერება მოხდეს. დაკარგულია ტერიტორიები. აფხაზეთია დასაბრუნებელი, სამაჩაბლოა დასაბრუნებელი, პოლიტიკაში არაფერი არ ხდება. აბდაუბდა. გამოდის ერთი ნაციონალი, მერე გამოდის ქოციონალი და ერთმანეთის ბრძოლაში არიან, პიროვნულად ებრძვიან ერთმანეთს. არაფერი სახელმწიფოებრივი. რამდენჯერ მთხოვეთ, მე მახსოვს პირველი შეხვედრა ბატონ დავითთან, რომ მთხოვეთ ბატონი ირაკლი კობახიძე მოვიდეს გაეცნოს ჩვენს ტკივილს. მოვიდა პირიქით Eagle Hills-თან დგას როგორც წარმომადგენელი იმ კომპანიის. პრემიერი ხარ ბატონო ირაკლი, თუ Eagle Hills-ის წარმომადგენელი ხარ. 2012 წელს სად ვიდექი მე? ვიდექი ივანიშვილი რომ მოსულიყო აქ. ისთვის მოვიდა ეს ივანიშვილი. ვინ არის რამდენი ტკივილი, რამდენი ბავშვი მოკვდა 35 წლის განმავლობაში, მე ხო არ ჩამოვთვლი. კაზინოებით რამდენი გაწყდა, ნარკოტიკით რამდენი გაწყდა, ქუჩაში რამდენი მოკლეს, გოგონები, ბიჭები, ყველამ ვიცით ეს ყველაფერი, არ გვინდა თქვენი არაფერი, ჩვენ თვითონ სისტემასაც ავაწყობთ, ჩვენ თვითონ სახელმწიფო სისტემასაც ავაწყობთ, წადით თქვენ. ირაკლი, კობახიძე, წადით, ნებით წადით. წადით იქიდან თქვენ არა ხართ ქართველი ხალხის არჩეული. მადლობ ყურადღებისთვის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქართველი გაითავისებს იმას, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ. ხო, ახლა მარტო ირაკლის სასვით არაფერი არ ეშველება, რომ მთელი სისტემა. და საერთოდ მე ვიტყვი ერთ რამეს, ქართველ ხალხს ეტყვი ერთ რამეს და არა მხოლოდ ქართველ ხალხს. საქართველოში ძირძველ არაქართველ მოსახლეობაზე. ჩვენ ერთად ვდგევართ, ერთად უნდა ვიცხოვროთ, ძალიან კარგადაც ცხოვრობდით და ძალიან კარგი სტუმართმოყვარე ერისა ვართ და ყველა დაადასტურებს ამას, აზერბაიჯანელიც, ომეხიც და ყველა აბსოლუტურად აქ მაცხოვრებელი. საკმარისია
იმ რაოდენობის ხალხი გამოვიდეს პატრიარქი რომ გავაცილეთ, პირდებით ნახევარდღეში დასრულდება ყველაფერი, დამთავრდება ქართველი ერის ტანჯვა, გასაცოდავებული ცხოვრება, მათხოვრული ხელფასები, მათხოვრული სამსახურები, ყველაფერი დამთავრდება უსწრაფესად. ამიტომ უნდა გამოიფხიზლოთ ყველაფერი, მთელი საქართველოს სიმდიდრე იმ დღიდან, რა დღიდანაც ესენი წავლენ გადაფორმდება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე. აი მაშინ იქნება ბედნიერი ქართველი ერის, საქართველოში მაცხოვრებელი აზერბაიჯანელიც, საქართველოში მაცხოვრებელი სომეხიც, ყველა ერი აბსოლუტურად აღარ ჩამოთვლი ყველას. და აი ეს არის ერთი დღე სჭირდება ყველაფერს, ერთი დღე თავის შეწუხება, რომ ისტორიული უდიდესი გამარჯვება, ისეთი გამარჯვება მოიპოვა გიორგი ბრწყინვალეს იმ ბრწყინვალე გამარჯვებას რომ გაუთანაბრდება. ეს არის გასაკეთებელი და სიცხვილით უჩვენ ეს ვერ შევძელით ქართველმა ერმა. შემდეგ, როდესაც აქ დაიწყება ჩვენ, აი ეს უნდა შევძლოთ. თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით, მაშინ ჩვენ ამ სახელმწიფოს ღირსი არ ავყოფილვართ და აქ დასრულდება ყველაფერი მერე. ეხლა მე მინდა ქართველთა დიდი გაერთიანების კიდევ ერთ წევრს ეკატერინე ჩეჩელაშვილს გადავცეს. გამარჯობა, მეგობრებო. გარდაიცვალეთ. იცით, მე ორი სიტყვით მინდა ვთქვა რაღაც. რომ მოვედი აი ამ წმინდა მიწაზე, ამაყი, მეგონა რომ იქნებოდა ძალიან ბევრი ხალხი. გული მწყდება რომ არ იყო. ყველა ვამბობთ ამას, ცვალთ რემლიანი ვიდექი უკან და ვიცი. ძალიან გული მწყდება, მეგობრებო, უნდა მოხვიდეთ. აი აქ ეს ხეები არ უნდა მოიჭრას, არ უნდა ამოიძირკოს. აი ამ წმინდა მიწაზე ჩვენ ეს ყველაფერი არ უნდა დავკარგოთ ხალხო. რა ხდება, ვერ გავიგე, მარტო 50 კაცი ვართ, ხო, ქართველები და პატრიოტები? ნუ თუ სულ ყველას რა ვიცი, არ გსვენიათ? მოდით, დაგვიდექით გვერდში, გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. გადავარჩინოთ ჩვენი შვილები, ყოველდღე რაღაცას თხრიან, ჩიჩქნიან, ჯიჯგნიან, რაღაცებს აშენებენ. სხვებისთვის, ჩვენთვის კი არა, ხალხო. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე მობრძანდებით ყველა, თავს შეიწუხებთ, დაგვიდგებით გვერდში. აქ ყოველდღე უნდა ვიდგეთ მართლა. აი მე თანახმა ვარ, დავდგე ხის გვერდზე და გადამხერხონ. მართლა ვარ თანახმა ამის. არ წავალთ აქედან. მე მინდა ეხლა ახალგაზრდა კაცი ამოვიყვანო სიტყვით. მათელაშვილი. ბოდიშვიხტი ეხლა გამოვა მათებიჭი, აქ ითქვა რომ ახალგაზრდები არ არიან, მე ვთქვა ახალგაზრდებს თუ ექნებათ სურვილი გამოვიდნენ კიდევ, რა თქმა უნდა არიან, ამ 50-ში 10% 15 მაინც არის ახალგაზრდა და აგერ ყველაზე კარგი ღმრთული, მაგრამ ეხლანდელი გამოსვლელი ქალბატონი ეკატერინე, რა თქმა უნდა თვითონ არ იტყოდა, მაგრამ მე მინდა აკაურებმა და ქართველთა დიდი გაერთიანების წევრებმა ვიცით ვინც არის ქალბატონი ეკა, მაგრამ შვეიცარიიდან ჩამოვიდა ხალხი. შვეიცარიიდან ჩამოვიდა, დატოვა იქ ევროპული სამართლა და ჩამოვიდა აქ რომ დადგეს და თქვენ მოისმინეთ მისი ქართული სიტყვა. თქვენ რა გემართებათ? იქით ცოტა სიღრმეში ეკ რომ ზის ბატონი რომელიც ორივე ხელჯოხით არის მოსული, გაუჭირდა ეხლა დგომ ბატონი დავით, გვარი არ ვიცი, ბატონი დავით მუმლაძე. მე წინა შეხვედრაზე როცა იქ ეკლესიის დასუფთავების აქციაზე ვიყავით, 1000 მადლობა უთხარი, ჩავწერე კიდეც, ეხლა არ შეუძლებს, სიგურად მე ჩავწერე აუცილებლად. აქ დგას, აქ ორი ხელჯოხით მოვიდა. ხო და
ну რა ვიცი რა გითხრათ რა იქნებ ვიღაცისთვის მაგალითი იყოს ქალბატონი ეკას მაგალითი ბატონი დავითის მაგალითი კიდევ სხვაების მე არ ვიცი არ ვფლობ ჯერ ბოლომდე ინფორმაციას ვინ რა დატოვა რა სიტუაციაში მიატოვა ოჯახი და მოვიდა აქ და დადგა აქ რა ვიცი მაგალითებით ცხოვრობ და მაგალითებით ვიკვებები და ისტორიაც ეგ არის ბოლო მეტი კი არაფერი უსახელო უფლისწულები ფენომენი ვიცი ჩვენ ვინც არიან მაგრამ აქაც გამოჩნდება უამრავი უსახელო უფლისწიხელი უკაცრავად უფლისწიხელი ბათებიჭი ხო აბა დაშეკ მოგესალმებით მე ამ გაერთიანების შეიძლება ითქვას ერთგული წევრი მოგახსენებთ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ჩვენი იყოს და არა ვიღაც წარსულში 3 საუკუნე აგროიზდნენ და ვითომ თავიანთი ქვეყანა რო ეგონათ იმათი არ უნდა იყოს ეს ქვეყანა ეს უნდა იყოს ჩვენი მე ვიზიარებ ილია ჭავჭავაძის გზას მან თქვა რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს ესე არ შეიძლება ეს არის საქართველო ეს არის ჩვენი ქვეყანა არე მამას მივცემთ ახლა მათებიჭის მამას სიტყვას მოგესალმებით დღეს კიდევ უფრო მწვავედ დადგა საკითხი ქართველთა ყოფნა არ ყოფნის და გადაშენების საკითხია უკვე დამდგარი ქართველების და მე მინდა და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ყველას ვინც ცოტას მაინც ვაზროვნებთ რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და დავიცვათ ეს ქვეყანა ჩვენი დაცვის გარეშე ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ჩვენმა წინაპრებმა მოგვიყანეს ეს ქვეყანა კბილებით ომობდნენ ისინი ხმალს იქნევდნენ დღე და ღამე შრომობდნენ და ომობდნენ ჩვენ რა მოგვივიდა ხალხო ჩვენ რა მოგვივიდა არ შეიძლება ეს ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ და დავიცვათ ეს ტერიტორია ამ ტერიტორიაზე ვერ აშენებენ ვერაფერს არაბები კი არა პაპაჩემის პაპის პაპა რო ადგეს აქ ვერ აშენებენ ვერაფერს არ არსებობს ვარიანტი შესაძლებელია დღეს ბევრი ხალხი არ მოვიდა გასულია ქალაქიდან ხალხი მაგრამ აქ დავდგებით ჩვენ და კბილებით დავიცავთ ყველაფერს ხოდა სახლებიდან მოგიწევთ გამოგათრევთ სახლებიდან მთელი საქართველო დადგება ფეხზე რამდენი ხართ გამყიდველი სამშობლოსი აბა დაითვალეთ და მოეტრიეთ თქვენ არაკაცებო რამდენი ხართ გამყიდველი სამშობლოსი არაკაცებო გამოეტრიეთ არაფერს არ დაგითმობთ ერთ გოჯ მიწასაც კი რაც გაყიდეთ შევარდნაძიდან დაწყებული იმ სოკოლოვსკიდან დაწყებული თუ ვინმეს მოქალაქეობა მიეცით ყველას გაუუქმებთ ქართველები როდესაც მოვალთ სათავეში და მოვალთ ქართველების სათავეში აუცილებლად ქართველები მოვალთ სათავეში და ჩვენ უნდა ვმართოთ ქვეყანა პირადად მეც უნდა ვმართო ქვეყანა მონაწილეობა მივიღო და სულ ყველამ ქართველმა არ მინდა მე არა ქართველის მართული ქვეყანა წაეტრიეთ არაკაცებო თორე გაგათრევთ ფეხებზე დაგეჭიდებით და ისე გაგათრევთ საქართველოდან გაგადეპორტებთ საქართველოდან დაგასანქცირებთ სულ ყველას არაკაცებო დაგასანქცირებთ მეთქი გეუბნებით და თუ არ დაგასანქციროთ ნახავთ დაგასანქცირებთ ყველას დავდგებით ერთად და დაგასანქცირებთ ქართველი ხალხი დაგასანქცირებთ ევროპელებს უძურებით თქვენ და ევროპელებს და ვისაც უძურებით ის გასაგებია ევროპელებს თუ რუსებს არა აქვს მნიშვნელობა ყველას დაგასანქცირებთ ქართველი ხალხი თქვენ აუცილებლად და ამ ყველაფერს არ შეგარჩენთ მეთქი იცოდეთ და გამოდით აბა რამდენი ხართ ვინც სამშობლოს ყიდით ხალხს დაენახვეთ აბა ვინც გამყიდველი ხართ სამშობლოსი და ვინც ხელს უწერთ სამშობლოს გამყიდველობაზე ვინც მოქალაქეობას აძლევთ ამ ცხოველთა სამყაროს ამ უგახსნილესი არ შემდგარი ერის იდური წარმოშობის უგახსნილეს ხალხს ვინც აძლევთ მოქალაქეობას გამოდით აბა ტელევიზიები და გითხარით რომლები ხართ ვინ ხართ დაგვენახეთ და მოგთხოვთ პასუხს დაგვენახეთ ერთი აბა ვინ რომლები ხართ ერთი დაგვენახეთ ვინ აძლევთ პასპორტებს ამ არაკაცებს
მოქალაქეობას ვინ აძლევს? ქართველებს არ აძლევთ მოქალაქეობას. 64 ფერეიდნელი რო გაყარეთ ბავშვიან ქალებიანად. ტირო და ის ხალხი. არა კაცებო, რატო არ აძლევთ მოქალაქეობას თუ თქვენ ქართველები ხართ? ქართველებმა უნდა მართოთ საქართველო. წაეთრიეთ მეთქი თორე გაგაფრევთ აქედან. მოგადგებით სახლებში ყველას. მალე მოგადგებით სახლებში. გამოდით აბა გამოდით, ვინ ახართ ერთი დაგვენახეთ. ქართულ ხალხს დაენახოთ ან ტელევიზიით ან ქუჩაში გამოდით. გამოდით ქუჩაში აბა დაცვის გარეშე, ვინ ახართ? გამოდით ერთი გნახოთ. ქართველი ხარ თუ არა ქართველი, რომელი ყიდით ქვეყანას? გვეჩვენეთ ერთი აბა თუ შეგნება გაქვთ და თუ ნამუსი. არა გაქვთ არ ნამუსი და შეგნება. ადამიანობა, შიში არა გაქვთ, გამოდით აბა, არ გაპატიებთ. ხალხი არ გაპატიებთ, მიწის გამყიდვეს. ყველა მიწის გამყიდვეს ენას აჭრიდნენ, ენას ამოგაჭრიან, იცოდეთ. ამის გულისთვის მიწის გაყიდვას არ გაპატიებთ, არ არსებობს ვარიანტი. სწორედ ახსენე ახლა ბატონმა სოფომ პროფესიით ექიმია, ემოციური კაცია, იმიტომ ნერვიულობს. აგერ ხალხს აქცევილი მოსდიზობს, ხო და პირდაპირ ვაცხადებთ, როდესაც მოვა ეროვნული ხელისუფლება და ეს აუცილებლად იქნება და მალე მუდმივად თავდაყირა ეს ქვეყანა დერიდგება და ბუნებრივ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს და აი მერე ვინც აი ამ გადამთრიელებს შემოვა დღეს ხვალ მოქალაქეობას აძლევთ. მაჯები დაგემტრევათ იცოდეთ. მაჯები დაგემტრევათ. 300,000-ით გაზარდეს უცხოელების მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა, რომ საარჩევნო წირდებათ და ქართველებს ჩამოსულ დაბრუნებულ ქართველებს არ ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას. აი ეს არის აი მეტი რა ფაქტები უნდა მოგიტანოთ მეგობრებო. ეს არის ხელისუფლებები, რომლებიც ეწევიან ქართველი ერის გენოციდს. ეს არის და თუ დროზე არ მივიღებთ ზომებს, დამთავრდება ქართველი ერის არსებობა სამწუხაროდ. აი ეს იგავ მოუწმობელი გმირულად მოტანილი დღემდე ეს ქვეყანა. ასეა ეს და არ ვიცი, ახლა მე აღარ გავაგზელებ ძალიან ხელისუფლებას ვეუბნებით პირდაპირ. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და რატომაც გადახვალთ მოქმედებებზე, ჩვენც გადავალთ უკვე ისეთ მოქმედებებზე, რომ დავაყენებთ აუცილებლად თელ ხალხს. დავაყენებთ და აქ ამავე დროს მარტო საეროპირო ნებები არა, მთელი სასულიერო პირების გამოვლენ ვინ ჯანსაღია და იცოდეთ ის ტალღა ისი აგორდება, რომ თვითოეულს რო ასობით უძრავი ქონებები გაქვთ, მილიონები და მილიარდები გაქვთ და ყველაფერი ჩაგიტარდებათ კონფისკაცია. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოუწოდებ ქართულ ხალხს, მოუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ამის შემდეგ უნდა ვისწავლოთ ერთობა და ერთიანი ბრძოლა აი ამ უდიდესი პრობლემის წინაშე. მადლობთ ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მფარველი. მადლობთ.